სალამი ყველას. დღეს არის მეგობრებო შაბათი. გამოვედი აგერ სამუშაოდ, ახლა მოვედი პირველ Добре, я заврუсь სამოხელები. აგერ პირველ მგზავრს ვისწავლ ახლა. შაბათს ახაც და გვიან ვიწყებ მუშაობას. ნუ ყოველთვის არა, მაგრამ უმეტესად მაინც შაბათს გვიან გამოდივარ სამუშაოდ, იმიტომ რომ ეს ყოველნელი მაინც შაბათს ისვენებენ, ანუ პარასხევს უკვე შუა დღის მერე რო ისვენებენ. შაბათს გვიან იწყება ხოლმე კარგი მუშაობა და მაგიტომ გამოვიდით გვიან, ახლა არის 3 საათი და მოვაკითხეთ პირველ მგზავრს. დავიწყებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ზუსტად გამოიმუშავებთ რამდენიც ფიქრი გვაქვს. ლინდა, так? ლინდა, так. პირველი შეკვეთა ახლა, რომელიც ავიღეთ, ეგ არის 20 ზლოტიანი და მივდივართ 11 კილომეტრში უნდა წავიყვანოთ მგზავრი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ახლა საცობები არ არის, მანქანის მოძრაობები ნაკლებად არის. არაფერი არ გვიშლის ხელს, დღეს თავისუფალია და შეგვიძლია გემრიალად ვიაროთ, თუნდაც კილომეტრი რომ 1.5-ზე გაგვისწოროს, ეგეც ნორმალური არის, იმიტომ რომ სწრაფად ვაკითხავთ მგზავრს და მალევე ვამთავრებთ შეკვეთას და მალევე შეგვიძლია ახალი შეკვეთის აღებაც. ნახოთ ხარამოს 3 საათზე რამდენი გვექნება უკვე გაკეთებული 12 საათიან გრაფიკში. გებიან ახლა ეგ შუა ქუჩაში არის ავარიულია, ჩართული არაფერი არ არის. გაიგე ახლა რა და რატომ გასაგავებს არნაი მიცდება არა ხებარდა? მეგობრებო, დომდენა. ჩვენი შემდეგი მგზავრიც დაგველოდა, როგორც ჩანს. და მივდივართ ახლა 600 მეტრში, რომელსაც გავიკავთ ერთ წუთში. მაგასაც დავიყვანოთ. ზავს არ დარჩენია, არაფერი არ დარჩენია. დღის განმავლობაში მაგის ნაკლებად არის ხოლმე ვინმე სამეროდაშის მანქანაში. უმეტესად გამით რჩებათ ხოლმე აი ეს რაღაც ძალიან ბევრი სახეობის ელექტროსიგარეტები, აიკოსები და კიდე რაღაცები, ძირადი ელექტროსიგარეტები და აი ეგეთი რაღაცები რჩებათ უმეტესად პოვერბანკი და რაღაც ელექტროსიგარეტები და ეს პატარ-პატარა ტელეფონის სატენი და ეგეთი რაღაცები. ყოფილა ის ძალიან ჩანთაც დარჩენია, დიდი ჩანთა ეს უკვე ცოტა რა დონეზე უნდა იყოს რაღაცაზე ჩასტერებული ადამიანი ჩასტერებული რაღაცაზე რომ ახლა რაღაცა დაგავიწყდეთ მანქანაში. მიდია გამოვა ამ ხანი ახლა მოუდებოდა იბატონო აგერალის ეს ზაური წაინახა მანქანით და მოდის добре ვანესა და ასეთი დაყლებული ბევრი არიან ქუჩაში. რა გააკეთა ხაშტონაში. Thanks. Good day. ეს მგზავრის მოვიყვანეთ და გადაერთ მოსულიც ავიყავით და მესამე შეკვეთაც გზაში დაგვაწია. ანუ გინდა Uber-ს, გინდა Bolt-ს, ამათ ალგორითმი აქვს ისეთი შექმნილი, რომ თუ შეკვეთებზე დაგიხარ და არა დაგე რაღაცა შეკვეთებს, აი ეს არ მინდა, ეს არ მინდა, აი ფულის ამბავში არ მოხდა. ანუ ბოლოს რამდენი შეკვეთა შენ არ უნდა გაატარო და რამდენიც არ უნდა გააკეთო, ანუ მაინც ისე გაძლევს შეკვეთას და ისე გიტრიალებს ამ პატარა და შეკვეთას, რომ ერთი მეორეში გიბათილებს და
ისე გამოდის, რომ მაინც კილომეტრი 2 მეტრზე იანგარიშდება, მაგრამ არის ახლა შემთხვევა, როცა მართლა დავა და არ მიგეს ის 9-მანეთიან 9-ზლოტიანზე და 8 და 10-ზლოტიანზე წასვლა ისე დაწვიმას ვარ, საიდანაც გასვლა არ მინდა. თუ არ მომცა რამე ნორმალური შეკვეთა. მაგრამ აქ სიტუაცია ვაში მდგომარეობს, რომ შენ შეიძლება იმ მომენტში მოგცეს 8 ზლოტიანი შეკვეთა და შემდეგ უკან 8 ზლოტიანს რომ მიიყვან, იქ დაგახვედროს რამე დიდი 100-იანი და 200-იანი და 50-იანი თუნდაც. Добрый, Юкаш, так? უკაში. Jak? Gdzie masz prawie światło? Widziałem, tak. Wiem, dziękuję. Poza to nie mogę. Dojedziemy na miejscu, tam zmieniam. Ja tak ci nie wiesz. Dzięki. Dzięki. Miłego dnia. Wszystkiego dobrego. Wzajemno dziękuję. Tak, მგზავრის მოვიყვანეთ, ესე იგი რა მოხდა ახლა დაში. ახლო ნათების ნატურა მაქვს დამწვარი, როგორც მგზავრმა მითხრა მარჯვენა მხარეს. ეგეთ რაღაცები ჩვენ რომ მგზავრებმა იციან, რომ თუ რაღაცა მაგალითად მანქანის დომის დროს რამე შეამჩნია იქან. ან გაკაცრული გაქვს, ან შიტო კი ბამპერია გამოვარდნილი ან რაღაცა. ან ნატურა გაქვს დამწვარი არ გინათებს. ადამიანურ ფაქტორზე გეუბნება, რომ ეს არის ასე ნატურა რაღაცა დამწვარია, როგორც მე მითხრა ახლა და ახლა მივალსად მე გავაჩერებ, იმიტომ რომ დღე არის აქ არა მარტო პოლონეთში, რომ ევროპაში ეგეთ წესი არის, მანქანა თუ არის მოძრავ მდგომარეობაში და მოძრავ და გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, აუცილებლად უნდა გქონდეს ახლო ნათების ნატურები ანთებული. არა, ბლიჟნი უნდა გქონდეს ჩაქ ან მანქანას რომელსაც აქვს გაბარიტული ნათება კარგი, მაგალითად კოროლა და ახალ მანქანაში. რომელზეც ავტოზე იყენდება და თავისი თინდება ეგ ნათურები და ბლიჟნის ნათება კიდე ინდება, როდესაც უკვე ბნელდება, უკვე ბლიჟნის ნათურები თავისი თინდება. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ სადმე პარკინგი, შუა ქუჩაში ვერ გავაჩერებთ, სადმე ვნახოთ პარკინგს. გავაჩერდებით და შევცვლით ნატურას, მაგრამ მე კიდევ შეკვეთებს არ უღებულობთ, იმიტომ რომ ამით გამომდინარე შესაძლებელია პოლიციამაც გაგვაჩეროს და ჯარიმაც დაგვიწეროს. ნუ მაგ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია რაღაც დონეზე პასუხი გავცეთ, რომ აი მგზავრი მყავს და მივიყვან მგზავრს და შევცვლი ვიცი ვნახე, რომ დამწვარი არის, მაგრამ მგზავრი მყავს და ვერ გავაჩერებ ახლა მანქანას. თუ გითხრა აუცილებლად უნდა შეცვალო და არ გიშვებს მაგის უმისოთ, ყოველთვის მე მაგალითად ყოველთვის მიდევს მანქანაში ეს ნათურები, იმიტომ რომ მანქანა როცა გავს უნდა იცოდე რა აქვს მაგუჭებაგი და ერთი ცალი, ორი ცალი ყოველთვის მიდევ მანქანაში, რომ რაღაცა իրად გავჩერდე და შევცვალო. ეს სანომრე სანათები, ანუ რასაც სემიჩკას ვეძახით, ეს პატარა ნათურები რაც არის. ეგენი, ანუ იმიტომ მიდევს რომ ვიცი რომ ყავს მე ესე იგი Toyota Prius მესამე თაობა, ეს ნათურები კი არის ყველაზე იაფიანი არის 8 ზლოტი, 10 ზლოტი, რავი, 3 ლარიანი, 5 ლარიანი ნათურები არის. როდესაც იგულობ და მიყრია მანქანაში, არ მიგენია მე ახლა ესეთ ნათურები, რომ ნახევარი წელი და ერთი წელი გადიოს ამ თვითონებას ამ სიცხეში ხო ჯერ ისე გასხურდება ფარები. მე კიდე ანთებულზე და მთელი დღე რო ანთია და იქ კედელში კერამიკა რაც აქვს ისიც კი იწვება, ნატურის გადაწყვეტია და კერამიკაც კი იწვება და მაგის შეცვლაც კი იწევს ანდახან. და ეგეც მიდევს მანქანაში, ყოველი შემთხვევაში რო რაღაცა იყოს და რაღაც აღჭურვილები ყოველთვის უნდა გქონდეს. ეს არის კერამიკა, რომელიც სულ მიდევს მანქანაში, რო რაღაცა მომენტ შევცვალო, აი ესეთი არის, ეგ არის. ახლა ბარეთში რომ ვთქვათ, ალბათ სადღაც 20 ლარის ის კერამიკა და რო რამე ვიდეოს მანქანაში ყოველ შემთხვევაში. ანუ ასე რაღაცეები, ანუ ის აუცილებელი ნივთები ყოველთვის უნდა გქონდეს მანქანაში, რომ რაღაცა შეცვალოს და მაგის გამო დღე არ ჩაგივარდეთ. იმიტომ რომ შაბათს და კვირას
ანუ შაბათს კარგი ეს საკვები მაღაზიებს არის საქმელი იყიდება და რაღაცა ეგ კიდე მუშაობს და არის ეს მაღაზიები, მაგრამ კვირას უკვე ვერსად ვერაფერს ვერ ნახავდა. კიდე ახლა აპირე მუშაობას და ვიცი რომ უნდა იმუშაო. ის რაღაც საშუალებები რაც გამოვა მდგომარეობაში დაგეხმარება და დაგჭირდება, ეგ უნდა გქონდეს მანქანაში. ჩვენ მოვედით ახლა, გავჩერდით ტაქსის პარკინგზე და გადავალთ და შევცვლით ნატურას. ეგეც შევცვალეთ და ეს არის ზუსტად დავკირდა ახლა ამისთვის სულ რაღაცა 5 წუთი დავკირდა სულაც რომ შეგვეცვალა ნატურა და გავაგზავნეთ ახლა ისევ მუშაობას რაც გქონდა მაგიდან გამომდინარე მაგალითად ხო ეგ თავი ნატურა დამწვარი და ხო მომენტ აი გზავსაც შეუძლია მაგასთან დაკავშირებით თუნდაც მიიწეროს ოფისში და უთხრას ვაი ნატურებია გადამწვარი და ანუ შეიძლება სხვა რაღაცა დაგიწეროს საერთოდ გაუმართავი მანქანით მოვიდა რაღაცა ეგეთ რამე შეიძლება დაწეროს მგზავრმა და თუნდაც მოგწეროს თვითონ ოფისმა უბერმა ბოლტმა მოგწეროს რომ აი სურათი გადაუღე მანქანას ესა და დაგიბლოკოს რამოდენიმე საათით მაგალითად აპლიკაცია და თუ მithumetes ეგ მოხდა ბარასკევს და შაბათს ჩათვალე ორშაბათამდე უკვე ვეღარაფერს ვერ გააკეთებდა შაბათ კვირა იმის პერიოდი როდესაც ნამდვილად კარგი მუშაობა არის და კარგად შეიძლება თანხის ამოღება მთელი ამ დროის განმავლობაში მაგ პერიოდი მოგიძიოს შეიძლება საჭიროა ამიტომ ნახე შეცვალე და შემდეგთვის საითვალისწინე რომ всё ეგ ახლა უკვე ნატურა მეტი აღარ მაქვს და იმედია დღეს უკვე აღარ დაიწובה კიდევ ნატურა და არ მექნება სადმე საძებნი ან იმეზე საქმენი რომ აი ნატურა და დამწვარებად და ხო არა და რაღაცები მაგრამ ხვალ უკვე მაღაზიებიც აღარ მუშაობს ამ შემთხვევაში ხვალ მე ვისმენებ მაინც არ მუშაობს დღეს და ორშაბათს უკვე სანამუშაობას გავიწყებ და ჯერ მაღაზიაში დავალ ან იგი თეორი ცალი მეგდოს მანქანაში ყოველი შემთხვევაში Добре. Ile to już mają często skończyć ten budowa тут? O Jezu, to jest dobre pytanie. Nie pamiętam, ja mam wrażenie, że to zaczęło się zanim ja się urodziłem. Jeszcze ze 2 miesiące jeszcze. Jeszcze za dobrze. No tak mówili gdzieś tam, pół roku temu mówili tak za dobrze. Jak budowali te tory, to było możliwość studentu przejechania studentu w lewo na światłach, przecież są światła. Wcześniej to było, tak pamiętam ja też. Było. I cały ruch z Bobrowieckiej jest wpychany tam w ten korek pod estakadą. To wszystko zrobione tak, żeby było jak można więcej korków, to poszło do więcej paliwa i więcej pieniędzy zarobić na tym. Dokładnie. To bardziej zniechęci uderzenia samochodu. To jest drańska taktyka. Wielkie dzięki, miłego dyżuru. Dzięki. Do zobaczenia. Wszystkiego dobrego. დავამთავრეთ მუშაობა მეგობრებო. გავაზაბრავგეთ მანქანას. სახლთან ახლოს ავართ ახლა და მივდივართ პრეს სახლში. კარგად ვიმუშავეთ. ძალიან კარგი მუშაობა იყო. ესაც კონცერტი იყო ვარშავაში და შეკვეთებს სულ იძლეოდა.
იყო პატარებით, დიდით, ისიც, ესეც. და დღევანდელი ჩვენ ნამუშევარი ესე გამოვიდა. ნუ 1000 ზლოტი გავაკეთეთ მთლიანობაში. იუს ბონუსი 1100 ზლოტი. ბონუს აღარ ვქლი, იმიტომ რომ საწვავი ჩავასხლი 85 ზლოტის ჩავიდა საწვავი და ქეში ნაღდი ანგარიშვალება ქონდა 180 ზლოტი ქონდა ნაღდი ანგარიშვალება. ბარათი გადახდებიდან სულთა დაგვრჩა, ესე იგი 830 ზლოტი დაგვრჩა სულთა. გავლილი გვაქვს 400 კილომეტრი, 415 კილომეტრი გავია. იდეალური საღამო იყო და ვიმედოვნებ იმას, რომ თქვენც ეგეთი კარგი ხეირიანი რამე გქონდათ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველაფერში, რაც თორია. ყოველი დღე ნეტა ყოველი დღე ეგეთი ყოფილიყოს, მაგრამ პარასკევს და შაბათს მაინც ასე თუ ისე ვიღლები, იმიტომ რომ მიანად მუშაობს, სანამ დროს არ ამოუწურავ და არ დამამთავრებ ანამ 12 საათიანი გრაფიკი ზუსტად ამოვუწურეთ 13 საათი, даже არა 13 საათი და 20 წუთი დამატდა, რომ ამომეწერა. ანუ 4 საათი დავიწყე და 5 უკლია 17 წუთი უკლია 5. ნუ ესე იგი ამოვუწურე 12 საათი და 40 წუთი ამოვუწურე 12 საათიანი გრაფიკი. იმიტომ რომ სულ დავდიოდი შეკვეთაზე, არ გავჩერებული ვარ და სულ მივდიოდი ყველა შეკვეთაზე, მივდიოდი აბსოლუტურად რასაც კი მაგდრებდა შეკვეთიდან შეკვეთაზე დავდიოდი, არ გავჩერებული ვარ საერთოდ. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ უყურებთ ჩემს არხს, რომ ადევნებთ ბალკურს ყველა სიახლეს, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დატოვეთ კომენტარები, რა გაინტერესებთ, რა კითხვები გაქვთ და ყველაფერზე მოგაწვით ინფორმაციას. მადლობა, რომ გულშემატკივრობთ და ჩემ გვერდით ახართ და მეც აუცილებლად ყველანაირად შევეცდები, თუ არ ვიცი, თუ რამე სამწდომა არ მაქვს, აუცილებლად გავიგებ, აუცილებლად მოვიძიებ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიმე თქვენ კითხვაზე თუ ვერ გაგეცით და პირადად მე არ ვიცი მაგ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი, აუცილებლად მოვიძიებ მაგ ინფორმაციას და ზუსტად 100%-იანად განამდვილებულ პასუხს გაგცემთ. მადლობა მეგობრებო, დღევანდელი დღისთვის, აბა დროებით და შევხვდებით ორ შაბათს.